პირველ რიგში მინდა რომ დღევანდელი დღე მიულოცო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც აი ულამაზეს კუთხეში ცხოვრობს და განსაკუთრებით ვინც ძალიან ახლოს არის აი ამ მართლაც გამორჩეულ სოფელთან, რომელმაც გენიალური ადამიანი გაზარდა. მე მგონი ეს სახალხო დღესასწაული კიდევ უფრო მეტად გვაახლოვებს ერთმანეთთან და განსაკუთრებული ზეიმია ნიჭიერების და იმ ქართული განსაკუთრებული გენის, რომლითაც ჩვენ ესე სრულად სამართლიანად ვამაყობთ ხოლმე და მე ძალიან მიხარია რომ მომეცა შესაძლებლობა გასული წლისგან განსხვავებით, როცა ვერ შევძელი ამ დღესასწაულზე ყოფილიყავი, მე თვითონ მენახა აქაურობა და მიმელოცა ყველა აქ ყოფი ადამიანისთვის. კიდევ ერთხელ ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს. ეს არის არაჩვეულებრივი გარემო და განსაკუთრებულად იგრძნობა ნიკოს ნიჭიერება, რომელიც აი ყველგან არის მიმობნეული. ეს არის რა თქმა უნდა არა მხოლოდ ამ კუთხეზეები, არამედ თითოეული ჩვენთაგანის, რადგან თუ ფიროსმანი არის ქართული სურის მატარებელი, მისი გამონაღდი ჯიგრიანი ქართველი და ამიტომაც ყველა გონია რომ ჩვენიანია, ჩვენი სახელიდან არის ამოსული და ჩვენც მისი ნაწილი ვართ, ასე გონია, ვისაც ქართველობაზე აქვს პრეტენზია. დღეს ფიროსმანობა მინდა ყველა დედოფლის წყაროელს მიულოცო ნიკო ფიროსმანის დღესასწაული. ტრადიციულად სოფელ მირზაანში აღენიშნება ეს დღესასწაული და ყოველწლიური არის, ჩვენი ტრადიციის ნაწილი არის. ზოგადად ადამიანი, რომელმაც არა მარტო დედოფლის წყაროს, არა მარტო ქიზიყს, არა მარტო კახეთს, სრულიად საქართველოს გაუთქვა სახელი თავისი უდიდესი ნიჭით, თავისი უდიდესი შემოქმედებით და მთელ სოფლიოს გააცნო თუ როგორია ქართველი კაცის ბუნება. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, ულოცავთ ჩვენს ქვეყანას, ულოცავთ ჩემს მხარეს, კახეთს და ვისურვებ რომ ძალიან ბევრი ფიროსმანის ნაირი, ნიკო ფიროსმანის ნაირი ნიჭიერი ხალხი აღზრდილი იყოს მომავალშიც. პირველი ფიროსმანობა ჩავატარეთ 1972 წელს. მერე 92 წელს სამოქალაქო ომი რო იყო და რაღაცა ზედიზედ სამი ფიროსმანობა არ ჩავატარეთ. იმის შემდეგ ისევ გავაგრძელეთ და ახლა გამოთვლილი არა მაქვს, მაგრამ მე მგონი უკვე 40-ზე მეტი ფიროსმანობა გვაქვს ჩატარებული. ახლა თავის დროზე ფიროსმანობამ დიდი როლი შეასრულა. თუ ამ ტრადიციას არ დავნერგავდით 72 წელს, დღეს არ გვექნებოდა აი ეს მშვენიერი შენობა და ძალიან ბევრ რამეს დავკარგავდით. ფიროსმანის მნიშვნელობაზე ძალიან ადვილი არ არის საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ადვილიც იყოს, იმიტომ რომ ვერ შეაფასებ იმ ხელა მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ძალიან რთულიც იყოს, იმიტომ რომ უნდა განმარტო რა მნიშვნელობა აქვს. ფიროსმანმა მგონია რომ საქართველოს შექმნა. საქართველოს ხო შექმნა თავის დროზე ფიროსმანი. როგორც რუსთაველმა ეპოქა, ისე ფიროსმანმა თავისი ეპოქა შექმნა და აი მნიშვნელობა კი არა ვერ წარმომიდგენია საქართველოს სახელი უპირველესად ფიროსმანით გავიდა მსოფლიოში. მეტი რა მნიშვნელობა უნდა. მე რატომ ხარ დღესა? მე რატომ ვარ და აი სისხლი მტკივა. იმიტომ რომ მეც ქიზიყური და ფიროსმანის სისხლი მაქვს ნაწილობრივ და ვამაყობ და მიხარია.
რამეს ხო რა წაგვიკითხავთ ნიკალაზე? იცით რა, სხვათა შორის აი პიროსმანზე რო ლექს წაიკითხო, თავის ხასიათი უნდა მიგეცეს და ვერა ვარ რა, დილით ეს ცოტა ისე ვარ რა. თორე მაქვს ლექსები და მიყვარს. კი არა, არ ვიცი რა გითხრა, მაგრამ იმ ხელა პოეტებს აქვს პიროსმანზე შექმნილი დიდი შემოქმედება, რომ რა ვერ წავიკითხავ, ზეპირად ვიცი. აი ჩემი მიძნელდება ხოლმე ყოველს პიროსმანზე, იმიტომ რომ აი რატომღაც ძალიან მიჭის. დღეს მორიგი პიროსმანობა გაიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ულამაზეს სოფელ მირზაანში და ეს დღესასწაული, რომელიც 3 ათეული წელზე მეტი არის, რაც მოდის ყოველწლიურად, არა მხოლოდ დედოფლისწყაროელების, არა მხოლოდ მირზაანელების დღესასწაული, არამედ მთელი საქართველოს დღესასწაულია, იმიტომ რომ ჩვენი საამაყო ქიზიყელიშვილის ნიკო პიროსმანის დღეობას ვზეიმობ. დღეს ჩამოსული იყვნენ ძალიან ძვირფასი სტუმრები, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან, ასევე მთლიანად საქართველოდან ჩამოსული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მე ვფიქრობ ძალიან ლამაზი ფოლკლორული საღამო გამოგვივიდა. და ეს დღე ჩაიწერება დედოფლისწყაროს ისტორიაში ერთ ლამაზ მოგონებად. წარმოდგენილი იყო დღევანდელ დღეს ხალხური ერწყმის ნიმუშები, ხელნაკეთი ნივთები, ფოლკლორული ანსამბლები და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ შეუნარჩუნეთ პიროსმანობას ის რითიც ის ცნობილი იყო, ანუ ხალხურობა, სახალხოობა, ყველასთვის ღია იყო და დილის 12 საათიდან დაწყებული რამოდენიმე საათის განმავლობაში ძალიან ლამაზი ღონისძიებების კასკადი იყო ერთმანეთზე და უკვე დასასრულს უახლოვდება. მე მინდა ყველა მადლობა გადაუხადო თითოეულ სტუმარს, რომელიც მობრძანდა, მადლობა გადაუხადო თითოეულ მონაწილეს, რომელმაც დედოფლისწყაროს მირზაანის ქიზიყის და ზოგადად ქართული სული წარმოადგინა და ესეთი ლამაზი დღე ვაჩუქა თითოეულ ჩვენთანაც.